რუსთავის სპორტის სასახლეში 2025 წლის წარმატებული რუსთაველი სპორტსმენები დააჯილდოვეს. სპორტის სხვადასხვა სახეობის 33-მა სპორტსმენმა, 4 გუნდმა და 17-მა მცველმა მერიის სპეციალური ჯილდო და ფულადი პრემია მიიღო. საუკეთესო მამაკაც სპორტსმენებად ზედიზედ მეორედ მოკრივე ლაშა გურული და ჯუდოისტი გიორგი სარდალაშვილი დასახელდნენ. გამარჯვებულები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დააჯილდოვეს. 2025 წელს რუსთაველმა სპორტსმენებმა სამივე სინჯის медали 500-მდე საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვეს. მაგაზე მაგარი მე მგონი არაფერი არ არის, როდესაც დაფასებული ხარ, როგორც ქვეყნიდან, ასევე კონკრეტულად ჩემი ქალაქიდან უკვე მეორე წელია ზედიზედ მე და გიორგი სარდალაშვილი ვხდებით წლის საუკეთესო სპორტსმენები. გავხდი უკვე ზედიზედ მეორე წელია წლის საუკეთესო სპორტსმენი. წელს გავიმარჯვე ევროპის ჩემპიონატზე და ძალიან გახარებული ვარ, როდესაც ჩემი ქალაქი მაფასებს და მადლობას გადავხდი მათ კიდევ ერთხელ ამ დაფასებისთვის. მინდა მიულოცო თითოეულ მათგანს ეს დიდი წარმატება, ვუსურვო მომავალში არაერთი დიდი გამარჯვება. ამავე დროს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქალაქ რუსთავის მერს, ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს, იმისთვის, რომ ის ყოველწლიურად აფასებს თითოეული სპორტსმენის ზღვაც. ჩვენ სპორტსმენებს და მწვრთნელებს მადლობა ვუთხარით იმ შრომისთვის და იმ სიამაყის გრძნობისთვის, რომელიც მათმა გამარჯვებებმა მოუტანა როგორც რუსთავს, ასევე სრულიად საქართველოს. ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას, რომ კიდევ უფრო გამორჩეული და მნიშვნელოვანი იყოს 2026 წელი ჩვენი სპორტსმენებისთვის.